საათი შენ გვერდით. FM 105. სასმელისა და საკვების მნიშვნელობა ადამიანისთვის. კვება არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური საჭიროება. რა უნდა ვიცოდეთ, რომ სმაჭამა დიდად შესარგი იყოს და არ ამავნე. შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. ან გვიყურეთ ინტერნეტში. სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა. იყავით ინფორმირებული, იყავით უსაფრთხოდ. სამშვიდობის ეთერშია რადიო გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს. დღეს შაბათია და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ. დღეს რიგით მეორე გადაცემას უმასპინძლობ სურსათის უვნებლობის საკითხებზე, საუბრობთ ადამიანის ცხოვრებაში კვების ძალიან დიდ და აუცილებელ მნიშვნელობაზე. ჰაერთან და წყალთან ერთად კვება ადამიანის უპირველესი საჭიროება, მაგრამ მხოლოდ ფიზიოლოგიური პროცესი არ არის. ეს არის კულტურა, ტრადიცია, ჯანმრთელობა და სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხადია. ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აიფ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი სურსათის უვნებლობის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში. NPART 4-ის ფარგლებში. ამ პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია აეპის სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებას. მოკლედ ჩვენი ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე რადიო ათინათი.lg, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე რადიო ათინათი და ცხადია შეგიძლიათ კომენტარების სახით თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვები დატოვოთ ჩვენს Facebook Live-ზე. ასევე გვისმინოთ პირდაპირ ეთერში FM-ზე 105.9. მე ამ გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი გახლავართ და რაც შეეხება დღევანდელ თემას, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია დეტალურად განვიხილოთ ცხადია სტუმრებთან ერთად. დღეს საუბრობთ სათანადო კვების მნიშვნელობა ადამიანისთვის. რაც შეეხება სტუმრებს, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ჯამბულ ნაჭყებია ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი და ნინო ბერიშვილი, ბიოლოგი, მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი. მოგესალმებით დღემშვიდობის. მოგესალმებით ქალბატონო სოფიო, მოგესალმებით ბატონო ჯამბულ. მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმები რადიო ათინათის მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწადით. მეც მივესალმები, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რომ ვართ ამ სტუდიაში. და თქვენს მეშვეობით გვაქვს საშუალება ვესაუბროთ ჩვენს რადიო მსმენელსა და მაყურებელს. ყველას ულოცავ მირქმას და სიკეთე და ბედნიერებას უსურვებ. ჩვენ გილოცავთ დღევანდელ დღეს. რაც შეეხება პირველ რიგში განვიხილოთ კვების ბიოლოგიური ასპექტები და ცხადია მნიშვნელობა. ქალბატონო, პირველი კითხვით მოგმართავთ თქვენ. გთხოვთ აღვიხსნათ, რატომ არის საკვები აუცილებელი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე? მოგახსენებთ, ან მე როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი ხშირად ვსაუბრობ ამ საკითხებზე ჩემს მოსწავლეებთან, კვებაზე როგორც სასიცოცხლო თვისებაზე, მის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების სტილზე და ჯანსაღ კვებაზე და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ მნიშვნელოვანია ამ ასაკში დაიწყოს, მოსწავლეობის ასაკში დაიწყოს ამაზე საუბარი, ვინაიდან კვების სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეს სწორი ჩვევები გაყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. და დღეს რაზეც ვსაუბრობთ, ეს თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ ყველასთვის, იმიტომ რომ საკვები და კვებასთან დაკავშირებული საკითხები ყველას გვეხება და შესაბამისად საინტერესოა იმაზე დაფიქრება, თუ რითი ვიკვებებით და რატომ არის მნიშვნელოვანი იმ საკვებზე ფიქრი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს. დღეს ვისაუბრებ ყურადღებას გავამახვილებ განსაკუთრებულს საკვებ ნივთიერებებზე. ეს ის ნივთიერებები არის, რომელიც საკვების შემადგენლობაში შედის და მათ მიეკუთვნება წყალი, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, ორგანული ნაერთებიდან მიეკუთვნება ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ეს ნივთიერებები არის ის ნივთიერებები, რომელიც შედის ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობაში.
აი რომ წარმოვიდგინოთ ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, ანუ ხაზი რო გაუსვათ იმას, რატომ უნდა იყოს საკვები დაბალანსებული და ეს საკვებიში bis მრავალფეროვნება რატომ არის აუცილებელი ჩვენი დღის რაოციონისთვის, ყურადღებას გავამახვილებ ორგანული ნაერთების მნიშვნელობაზე და იმ ფუნქციებზე, რასაც ისინი ჩვენს ორგანიზმში ასრულებენ. მაგალითად, დავიწყოთ ცილებით, რომელიც ორგანული ნაერთები და ყველაზე დიდი რაოდენობით არის ჩვენს ორგანიზმში და ალბათ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის რომ უფრო ცხადი იყოს, ისეთ ცილებს დავასახელებ, რომელიც ხშირად სმენიათ, ჰემოგლობინი მაგალითად, რომელიცაც ამოიკითხავდნენ სისხლის ანალიზის პასუხებში და ყველა მიცის რომ ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ანტისხეულები სმენია ალბათ მაყურებელს, ეს ის ნივთიერებებია, რომელიც გვიცავს ჯარისკაცები ვიტყვავს ორგანიზმში და გვიცავს შემოჭრილი მიკრობებისგან და ისინი ცილებს წარმოადგენენ. ასევე ალბათ სმენიათ კოლაგენის, კერატინის შესახებ, რომელიც სტრუქტურულ ფუნქციას ასრულებს. აი კიდევ რომ წარმოვიდგინოთ მაგალითად უჯრედში მიმდინარე რეაქციები, მათი წარმართვა სწორედ ფერმენტებზეა დამოკიდებული და ეს ფერმენტებიც ცილებია. ახლა ჩათვალეთ, რომ ეს ჩამონათვალი ძალიან მწირი ჩამონათვალია იმისა, თუ რა ფუნქციას ასრულებენ ცილები ჩვენს ორგანიზმში. მაგრამ მაინც იძლევა იმის წარმოქმნის საშუალებას, რამდენად მნიშვნელოვანი ნაერთები არის ეს ნაერთები და ეს ნაერთები უნდა შემოვიდეს ჩვენს ორგანიზმში საკვებიდან. საკვებიდან ხარ რა თქმა უნდა ასე პირდაპირ ამ საკვები ცილების ათვისება და მათი ჩვენს სასიცოცხლო პროცესში ჩართვა არ ხდება. ეს საკვები ცილები, რომელიც შემოდის მცენარეული თუ ცხოველური საკვებიდან, მონელდება ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, მაგალითად ცილები ამინომჟავებამდე დაიშლება, შემდეგ გადადის სისხლში, იქიდან უჯრედში და აი უჯრედში ხდება ის ჯადოქრობა, რის შედეგადაც ამ ამინომჟავებს მასალად იყენებს ჩვენი უჯრედი იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ცილები წარმოქმნა, რომლის ფუნქციებსაც უკვე ვისაუბრეთ. აი ნახშირწყლებზე რომ გავიხსენოთ, მაგალითად ალბათ ყველას ნახშირწყლებთან დაკავშირებით ენერგეტიკული ფუნქცია ახსენდება ნახშირწყლების და სწორიც არის, ასეც არის. მის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ და აი რო წარმოვიდგინოთ მაგალითად საუზმეზე, როდესაც მივირთმევთ ფუნთუშას და ყავას, სწორედ აი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები შემოდის ჩვენს ორგანიზმში, ეს იშლება შემდეგ მარტივ ნაერთებად, ენერგიად გარდაიქმნება და ეს უჯრედში პროცესი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი მოლეკულის, ენერგეტიკული მოლეკულის წარმოქმნის საფუძველი სწორედ ნახშირწყალი გლუკოზაა. გარდა ამისა, ბევრ ფუნქციას ასრულებს კიდევ ნახშირწყლები, ახლა ამაზე არ შევჩერდები. ენერგეტიკული ფუნქციის შესრულება ცხიმებსაც შეუძლიათ, ისინი თბოიზოლატორულ, სამარაგო და სხვა ფუნქციებსაც ასრულებენ. განსაკუთრებით მინდა ვისაუბრო საკვები ნივთიერებები და ვიტამინებზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ნივთიერებების ვიტამინების დიდი ნაწილი ჩვენს ორგანიზმში არ სინთეზდება და ის აუცილებლად საკვებიდან უნდა შემოვიდეს. აი ჩვენ შეგვიძლია მაგალითად D ვიტამინის სინთეზის უნარი აქვს ჩვენს ორგანიზმში, შეუძლია კადად B12 ვიტამინი დაასინთეზოს ჩვენმა ნაწლაურმა მიკროფლორამ, მაგრამ აი C ვიტამინი მაგალითად ჩვენს ორგანიზმში არ სინთეზდება და ის აუცილებლად საკვებიდან უნდა შემოვიდეს და შემოდის მცენარეული საკვებიდან. B ჯგუფის ვიტამინები, A ვიტამინი, რომელიც ხილის, ბოსტნეულის, ცხოველური საკვების შემადგენლობაში შედის და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ვიტამინების შემადგენლობა? ნუ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვასინთეზებთ მათ ნაწილს და მეორე იმიტომ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეტაბოლიზმში და აი ნივთიერებათა ცვლის სწორად წარმართვაში და უჯრედის სასიცოცხლო პროცესის, ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს ორგანიზმში და თუნდაც აი რომ წარმოვიდგინოთ D ვიტამინის ნაკლებობა ისე თუ დაავადებას იწვევს, როგორც არის რაქიტი, ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ურავანს და კიდევ სხვა ტიპის დაავადებებს. ანუ ამ ნაწილში ახლა ხაზი გაუსვი იმას, თუ ამ ორგანულ ნაერთებს, რომელიც საკვების შემადგენლობაში შედის, რა მნიშვნელობა აქვს და ახლა უფრო მარტივი წარმოსადგენია, რატომ უნდა იყოს საკვები მრავალფეროვანი და ესე ვერ ვიტყვით რომელიმე ტიპის საკვებს, რომელშიც ყველა ეს ორგანული ნაერთი ისე დაბალანსებულად არის და აი წარმოვიდგინოთ მარტივად, მაგალითად ცილების მდიდარი საკვები არის ხორცეული, თევზეული, კვერცხი, შედის პარკოსანი მცენარეების შემადგენლობაში, როგორც არის ლობიო, სოიო, ბარდა, ნახშირწყლებით მდიდარი არის მარცვლეული კულტურები, ცხიმები გვაქვს როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური ცხიმები, მაგალითად მცენარეებიდან შემოდის მცენარის თესლების შემადგენლობაში არის. ვიტამინებზე ვახსენე ხილის, ბოსტნეულის შემადგენლობაში შედის, ცხოველურებიდან მდიდარი არის ღვიძლი, კვერცხი. ამდენად ამის ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი დღის რაციონი იყოს მრავალ
მრავალფეროვანი. მრავალფეროვანი საკვები გულისხმობს სწორად დაბალანსებულ კვებას და არა მხოლოდ დაბალანსებულ კვებაში იგულისხმება ის, რომ მიღებული საკვების ენერგია და დახარჯული ენერგია წონასწორობაში უნდა იყოს ერთმანეთთან. ნუ ხა დღეს განსაკუთრებით საკვების მრავალფეროვნებაზე ვაკეთებთ აქცენტს და აი ამ საკვები ბალანსის და დღის რაციონის მარტივად აღსაქმელად ხშირად იყენებენ კვების პირამიდას. ამ პირამიდის ქვედა ნაწილი ფუძე არის დატანილი ისეთი საკვები პროდუქტები, რომელიც მეტწილად უნდა იყოს ჩვენი დღის რაციონში. აი მაგალითად ქვედა ნაწილზე არის წყალი და სასმელები. შემდეგ მოდის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც დიდი წილი უნდა მოდიოდეს დღის რაციონიდან. ასევე შემდეგ მოდის მარცვლეული და ბურღულეული, შემდეგ ხორცი და რძის პროდუქტები და პირამიდის თავში არის ტკბილეული და ზეთები. ეს ტკბილეული, რომელიც გვიყვარს ძალიან და თუ აი თქვენი დღის რაციონში არის პირამიდის მწვერვალში არსებული საკვები პროდუქტები, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კვების სტილი უნდა შევცვალოთ და შევეცადოთ, რომ პირამიდის ფუძეში არსებული ნივთიერებები უფრო მეტი იყოს ჩვენი დღის რაციონში, ვიდრე მწვერვალში არსებული. მოკლედ დასაფიქრებელი მართლაც ბევრია, ამის გარდა ბევრი გამოწვევას გვიქმნის კვების ინდუსტრია, იმიტომ რომ მრავალფეროვანია, ცალკე პრობლემას წარმოადგენს სწრაფი კვება, რომელიც უფრო კომფორტული არის ამ დაჩქარებული ცხოვრების რიტმის პირობებში და პოპულარული არის სხვადასხვა თაობებში. მოკლედ მნიშვნელოვანი არის დავფიქრდეთ იმაზე, თუ რითი ვიკვებებით, რომ მარტივად რომ გავაკეთო რაღაც პატარა დასკვნის სახით, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმაზე, რომ კვება არ არის მხოლოდ სიამოვნების მიღების და დანაყრების საშუალება, ეს არის არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესია. ხადია, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის და ძალიან კარგად ახსენეთ ბოლოს, რითი ვიკვებები. თუ ხშირად დავუსვამთ ამ კითხვას თავს, საკუთარ თავს, მე ვფიქრობ, რომ სავალო შედეგები არ იქნება და გამოსწორებადია ცხადია ეს ყველაფერი. მოკლედ, კვება რომ ბიოლოგიური პროცესი არ არის მხოლოდ ეს ცხადია, ის ასევე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს და კულტურასაც უკავშირდება. ბატონო ჯამბო, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები ამ თემასთან დაკავშირებით. მე დავიწყებდი ცნობილი გამოთქმით. დიახ. გზა კაცის გულისკენ კუჭზე გადისო. ანუ ეს გამოთქმა, რომელსაც ბევრი ეთანხმება, ბოლო დროს მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მხოლოდ კაცებისთვის არ ყოფილა სწორი და ქალბატონებზეც ანალოგიური შედეგი გვაქვს. ესე ქალბატონებს სთხოვეს მეცნიერებმა ორ მდგომარეობაში დაეწერათ ადამიანურ ურთიერთობებზე მათი შეხედულებები. ერთი, სანამ ისინი მშივრები იყვნენ და შემდეგ მისცეს საშუალება დანაყრებული იყვნენ და გაეგრძელებინათ მსჯელობა და საოცარი შედეგი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ გაცილებით რომანტიკული ბრძანდებიან ქალბატონები დანაყრებულზე. ანუ ეს ემოციებზე ნამდვილად ახდენს გავლენას. ემოციებზე ახდენს გავლენას, ეს ბიოლოგიური ფაქტორი ქალბატონი ნინო დამეთანხმება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის წყარო, როგორც ორგანიზმის სამშენებლო მასალა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კვება არის ჩვენი ემოციებისთვის, ჩვენი შეგრძნებებისთვის. იგივე დავუშვათ საკვები რო ავიღოთ, მხოლოდ ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები, მინერალები ხო არ არის, ადამიანისთვის ეს არის, დავუშვათ ჩემთვის და სხვებისთვის გემო, სურნელი, ფერი, ტექსტურა და ყველაფერი ეს კომბინაციაში ქმნის ისეთ ემოციურ შეგრძნებებს, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრება გაახვეს ადამიანს. დავუშვათ ბებიის ან დედის გამომწვარი მეგრული ხაჭაპური კეცზე, აი მსუნი აგონებს და აბრუნებს ბავშვობაში და ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეხსიერება დაკარგეს გარკვეულწილად ნაწილობრივ, რაღაც ბავშვობის სურნელმა გაახსენა ის ოჯახი, თავისი ბავშვობა, ის ადამიანები და მოაბრუნა, ასე ვთქვათ, თავის ბავშვობაში. ამ კვლევამ, რომელიც მე ვახსენე, ესევე დაადასტურა საოცარი ფაქტი, ეს ემოციები, ეს შეგრძნებები განსაკუთრებული ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავის საკვებს უწილადებს სხვას, იზიარებს სხვასთან. ანუ გადავდივართ კვების დანიშნულებაზე, როგორც სოციალური სფერო და ჩვენ ქართველებს მთელი მსოფლიო შემოგნატრის, იმიტომ რომ ქართული სუფრა, როგორც კულტურული ფენომენი
თავისი თამადი, თავისი სუფრის წევრებით, თავისი კერძებით. ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, რითაც ჩვენ საინტერესო გავხდით მსოფლიოსთვის და ქართულ სუფრაზე ცნობილია, რომ არა მხოლოდ ეს პროცესი მიდიოდა, რასაც კვება ქვია, არამედ კომუნიკაციის საშუალება არის სუფრ ადამიანებს შორის. ეს კრავს ურთიერთობებს, რაღაც ერთობას აყალიბებს. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ოჯახის წევრების ერთად კვების გარდა, თუ ერთი გობიდან იკვებებოდა მოწვეული სტუმარი, მეგობარი ხდებოდა. აი ქართული სიტყვა მეგობრის ეტიმოლოგია ზუსტად ამას მეუთითებს, ადამიანები, ვინც ერთი გობიდან მიირთმევდნენ საკვებს. სოციალურის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური როლი აქვს. მინდა გითხრათ, რომ აი ციფრებიც რო ვახსენოთ, მსოფლიოში კვების ინდუსტრია სადღაც 10 ტრილიონ დოლარზე მეტს ყოველწლიურად, ესე ვთქვათ, მისი საბაზრო ღირებულება ამდენია და მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი შემოსავალს იღებს ამ კვების ინდუსტრიიდან. ანუ ეკონომიკურად, სოციალურად, ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო მომენტი, რაზეც თქვენს კითხვაზე პასუხად მინდა აღვნიშნო, კვებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ადამიანის აზროვნების განვითარებისათვის. ფაქტია, რომ ადამიანებში ბავშვობისას, ვისაც იოდის დეფიციტი აღმოაჩნდა, 10-15%-ით ნაკლები იყო მათი ინტელექტუალური განვითარება IQ-ს კოეფიციენტით გამოხატული. ასევე მაღალი შაქარი, როცა საკვებშია და ჭარბად მოიხმარს ბავშვი ამას, ამ შემთხვევაში არის ყურადღების დეფიციტი, გაფანტულობა, ცუდი მეხსიერება და რა ძალიან მნიშვნელოვანია აქ და ამითი მორჩები დასკვნის სახით, ვინც სწორად იკვებება, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები იზრდება 20%-ით. დამერწმუნეთ ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვხედავდი ბავშვებში და ამიტომ სადაც მე ვმუშაობდი, კვება, ბავშვების კვება იყო აუცილებელი ატრიბუტი თან ორჯერ. ძალიან სრულფასოვანი კვება. ძალიან საინტერესო. და აქვე ჩვევაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. აი როგორ იცვლება კვების ჩვევა ასაკთან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასაკში, თაობებში და რა უნდა გავაკეთოთ და რა უნდა მოვმოქმედოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი კვების ჩვევები დავნერგოთ. შეიძლება სანამ ქალბატონი ნინო იტყვის, გამახსენდა ესეთი შემთხვევა, პატარა ისტორია, 1991 წელი იყო 19 სექტემბერი და გერმანელი ცოლ-ქმარი საიმონები გვარად ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე ალპების მთებში ერთ-ერთ მწვერვალს ლაშქრავდნენ და როცა უკან ბრუნდებოდნენ, იფიქრეს, რომ ამ გათელილი ბილიკი წასვლა ხوارჯებია, გზა შევიმოკლოთო და ხევს ჩაუყვნენ. და როცა ხევში მიდიოდნენ, ამ ხევის ძირში იყო გაყინული წყალი, ყინული და რაღაც უცნაური შენიშნეს და რომ მიუახლოვდნენ, ნახეს, რომ კაცის ფიგურას გავდა და გაჩერდნენ, ახლოს მივიდნენ, დააკვირდნენ, ადამიანი აღმოჩნდა ყინულში. მცირე ნაწილი უჩანდა ადამიანს და იფიქრეს, რომ ცოტა ხნის წინ დაკარგული იყო ერთი მთავრობელი და იმის გვამი ხوار არისო და გამოიძახეს მეორე დღეს პოლიცია, იქაური ტყის მცველი და მათი დახმარებით გამოიყვანეს, გადაიყვანეს უნივერსიტეტის კლინიკაში და აღმოჩნდა მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე. ეს ადამიანი აღმოჩნდა 5300 წლის წინანდელი მუმია, რომელიც ჩავარდა ყინულში, თურმე დაჭრეს ზურგში, სისხლისგან დაიცალა, დაათოვა ამ კაცს, გაიყინა და ყინულის ქვეშ იყო ამდენი ხნის განმავლობაში და ზუსტად იმ მომენტში ჩაუარეს ამ ადამიანებმა, როცა გახრწნა არ ქონდა დაწყებული და ახლა რატომ მოვაყოლე ამ გადაცემაში ეს ამბავი. ეს კაცი აღმოჩნდა 45 წლის პიროვნება. იმ დროს ცნობილია მეცნიერებაში, რომ საშუალო ასაკის სიცოცხლის არ იყო მაღალი 30-40 წელი იყო და ეს პიროვნება აღმოჩნდა 45 წლის. და მეცნიერებმა ყველანაირად შეისწავლეს ეს ადამიანი და მის კუჭში აღმოაჩინეს, რომ სანამ მას დაჭრიდნენ, მიურთმევია ხორცი, მარცვლეული და მწვანილი. ანუ ჩვენი წინაპრების კვების რაციონი, ჩვენი ესე ვთქვათ, ადრინდელი ადამიანების როგორიც იყო, ბევრი რამ ჩვენამდე მოვიდა და დაუშვათ
თაობები რო ავიღოთ, აი ბუმერების და იქითა თაობა 60-იან წლებამდე, ასე ვთქვათ, მამაჩემის და ბაბუას და ჩემი ბავშვობის თაობა, ამ თაობას ახასიათებდა კვების ესეთი სტილი და რასაც მე შევესწარი, ყველაფერი იყო ნატურალური, ძირითადად ადამიანები იკვებებოდნენ ოჯახში, ცდილობდნენ გაეწიათ მაქსიმალური ეკონომია, არ მოქცევდნენ უფლებას, რომ საკვები დაგეტოვებინა თევზზე, ან თუ დავარდებოდა იქ არ აგეღო. ანუ ეს თაობა იყო ადამიანების თაობა, რომელიც მძიმე ფიზიკური შრომით უმეტესწილად ირჩენდა თავს და იყო ტრადიციების ერთგული, მაგრამ ამ თაობას ჰქონდა თავისი უპირატესობა. ჩემს თაობაში უკვე შემოვიდა მაღაზიები, უკვე შემოვიდა ქარხნული წარმოება, კერძზე გამომცხვარი პური, ან თონეში გამომცხვარი პური უმეტესწილად ქარხნულმა პურმა შეცვალა, დამატყობელი თაფლისა და სხვა ტკბილი პროდუქტების ნაცვლად შაქარი გახდა და ამ თაობამ, ბატონო ჩემო, სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ თაობის გაიზარდა 70-80 წლამდე საშუალოდ. ანუ უკეთესი კვება, მეტი კვება, ნატურალური კვება, მაგრამ გაჩნდა პრობლემა, რასაც ქვია შაქრების დიდი რაოდენობა სისხლში, დიაბეტის ნიშნები გაუჩნდათ ადამიანებს, თანდათან ასევე გაუჩნდათ ათეროსკლეროზი განვითარდა, ასევე გულის ისემიური დაავადებები და სხვა რისკები და ამ რისკების გამკლავებას ეცადა უკვე მომდევნო თაობა, რომელთა კვების რაციონი შემოვიდა უცხოური კოკა-კოლა, ფანტა, ბურგერები, სხვადასხვა ტიპის. ანუ ეს თაობა გადავიდა სწრაფ კვებაზე, ნაკლები ნატურალური პროდუქტით, მეტი სწრაფი კვების ობიექტით და ბოლო თაობები, რომლებიც უკვე დღეს მოდიან, ეს არის ინტერნეტ დამოკიდებული თაობები. ინტერნეტ დამოკიდებულ თაობებს ახასიათებთ, ესე ვთქვათ, ყველაფრის ინდივიდუალური პროგრამებით, ანუ ეს ამ თაობის ადამიანები იმდენად ინდივიდუალები არიან, რომ საერთო სუფრაზეც ძნელია მათთვის ყველასთვის მოსაწონი კერძები დაიდონ და ამიტომ ამჯობინებენ, რომ შეუკვეთონ პროდუქტები და ამ შეკვეთილი პროდუქტებით ყველა თავისი გემოვნებით მზა პროდუქტს იღებს და ოჯახში ნაკლები დამზადება ხდება. ეს რაც კვების ჩვევებს შეეხება. კვების ჩვევებთან დაკავშირებით დავამდე ბატონმა ჯამბულმა ამომწურვა და ვადი ისაუბრა, მეც ახლა რასაც ვაკვირდებით ძირითადად ჩემს მოსწავლეებში, სწორედ აღნიშნა ბატონმა ჯამბულმა, რომ შეიცვალა მათი კვება და ძირითადად აქცენტს და ყურადღებას ანიჭებენ სწორედ სწრაფი კვების პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, თუმცა აი დადებითი ტენდენციებიც შეიმჩნევა და ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ბევრს საუბრობენ უკვე კვების მნიშვნელობაზე, ბევრმა იცის რა წარმოადგენს ჯანსაღი საკვები და როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი და ახლა ის ეტაპი არის, რომ ეს უკვე ჩვევაში უნდა გადაგვექცეს. ამდენად დადებითი ტენდენციები ნამდვილად შეინიშნება, თუმცა ბევრი არის ამ კუთხით სამუშაო, რაც სკოლებში უნდა გაძლიერდეს. დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, მაგრამ საჭირო არის კიდევ პროექტული დავალებებით და სხვა აქტივობებით, პრაქტიკული აქტივობებით გაძლიერდეს ამ კუთხით მუშაობა. დიახ, მნიშვნელოვანია სკოლის ასაკიდან, იმიტომ რომ მოზარდობისას თითოეული კილოგრამი და ლუკმა შეიძლება უხეშად რომ თქვას აისახოს. ნამდვილად, ეს ის პერიოდია, როცა იზრდება და მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვება. მე იმიტომ რომ დაიწყეს ფიქრი, რომ წონაზე აისახა და აღარ მოსწონთ უკვე სარკეშთავიანთი თავი. ესეც არის. 11 კილოგრამი. ამას კიდევ სხვა პრობლემისკენ მივყავართ, შემდეგ დიეტებს არასწორად თვითონ იგონებენ რაღაცა შიმშილობას და ეს კიდევ სხვა პრობლემა. ვისაუბრებ სხვა გადაცემებში აუცილებლად შევეხებით ამასაც, რატომ არის სათანადო კვება მნიშვნელოვანი? აი, ორივე სტუმარს მინდა მოგმართოთ პრაქტიკული რჩევები და დასკვნის სახით ბოლოსკენ წავიდეთ. მე მაშინ ვიტყვი და მე ბატონი ჯამპული დასკვნის სახით იტყვის ერთ რაღაცას მინდა ყურადღება მივაქციო, რომ აი განსაკუთრებით აი რისი ჩვევაც გვინდა რომ ჩამოუყალიბდეს საზოგადოებას, ეს არის ეტიკეტის წაკითხვის ჩვევა, იმიტომ რომ კი ვიცით რომ ეს ყველაფერი საჭიროა, ეს საკვები ნივთიერებები რომ შემოვიდეს, მაგრამ არ ვაკვირდებით იმ პროდუქტის შემადგენლობას, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ. და რას გვთავაზობს ეტიკეტზე არის ის სწორედ ჩამონათვალი საკვები ნივთიერებებისა
პროცენტული შემადგენლობა, კალორაჟი, ვარგისიანობის ვადები, გამოყენების გზები, რისი ცოდნაც და გამოყენებას და გათვალისწინებას მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკვება გამოვიდეს დაბალანსებული და მნიშვნელოვანი არის მოკლედ ვისწავლოთ ეტიკეტის წაკითხვა. ახლა მესმის რომ შეიძლება ყველა პროდუქტის ეტიკეტის წაკითხვა ასე ვერ ხერხდება მაღაზიაში ყიდვის პროცესში, მაგრამ რასაც ხშირად ვიყენებთ ის პროდუქტების ეტიკეტს შეიძლება სახლის პირობებში დეტალურად გავეცნოთ, რომ ვიცოდეთ რითი ვიკვებებით და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ საკვებ დანამატებზე, რამე შეიცავს ემულგატორებს, კონსერვანტებს და სხვა ტიპის საკვებ დანამატებს. და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერება მოსახლეობის, პოპულარიზაცია ჯანსაღი კვების და ეს პროექტი რაც თქვენ წარადგინეთ, საშუალებას გვაძლევს ჩვენ რომ იმავე რადიო გადაცემების მეშვეობით, სკოლებში, სემინარების მეშვეობით ქალბატონი ნინო და ქალბატონი თეაშონია უძღვებოდნენ ზუგდიდის საჯარო და ერთ კერძო ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სემინარებს ბავშვებისთვის, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ანუ ჯანსაღი კულტურა არის ერთ-ერთი ატრიბუტი კვების ჯანსაღი კულტურა ადამიანის სიჯანსაღის, არა მხოლოდ ფიზიკური სიჯანსაღის, არამედ იმ ნიუანსებში, რაც თქვით, ემოციური, სოციალური, ინტელექტუალური განვითარების. მაგალითად, მინდა მოვიყვანო, რომ სამეგრელოში 71%-ს მიაღწია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთა სისხლში აღმოაჩინეს ტყვია. ეს მოხდა 2018 წელს იუნისეფმა ჩაატარა კვლევა 1500-ზე მეტი ბავშვის სისხლი იქნა შემოწმებული უცხოეთის ლაბორატორიაში და ეს იყო სასწაული შედეგი და ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ბავშვებს ურჩევთ საკვებს, როცა სათამაშოებს ვყიდულობთ მათთვის, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს ჩვენი სიჯანსაღისთვის და ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანია და ამატებ. ერთ წინადადებას დავამატებ. თვითონ ამ პროექტზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა პროექტმა და ისეთ საკითხებზე გააკეთა აქცენტი, როგორც არის სწორედ ეტიკეტის წაკითხვა, საკვების შემადგენლობა და ამ თვალსაზრისით ცნობიერება ამაღლდა ჩვენი მოსწავლეების და მინდა მადლობა უთხრა ამ პროექტის ხელმძღვანელებს იმ შესაძლებლობისთვის, რაც მოეცა ჩვენს სკოლას და ჩემი სკოლის მოსწავლეების და ჩემი სახელით. მეც ვერდები ამ მადლობას ჩეხეთის კარიტას, რომელიც ახორციელებს ამ პროექტს ჩვენთან პარტნიორობით სამეგრელოს რეგიონში და საქართველოს ყველა სხვა რეგიონებშიც და დონორებს იმისთვის, რომ გვაძლევენ საშუალებას ევროპაში სურსათის უნებლობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ეს ევროპული სტანდარტები და მიდგომები ჩვენთანაც ეტაპობრივად ინერგება და გაგრძელდეს ეს პროცესი. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო თემისთვის. ამომწორავე პასუხებისთვის ცხადია. მადლობა. დაგემშვიდობებით, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას და თემას, მოკლედ ასკონა, დღეს ჩვენ განვიხილეთ კვების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, ცხადია, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია, როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური და კულტურული ასპექტებიდან. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, მადლობა მინდა უთხრათ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მსმენელს და შეგახსენებთ, გადაცემა გელოდებათ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. ასევე ლაივ მსვლელობისას შეგიძლიათ დაატოვოთ მოკლე კომენტარები, შეტყობინებები და ჩვენი, რა თქმა უნდა, კომპეტენტური სტუმრები აუცილებლად გაგცემენ ამ თემაზე პასუხს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდნენ ჯამბულ ნაჭყებია, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი, ნინო ბერიშვილი, ბიოლოგი, მერაბ კოსტავა, სახელობის ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი და აქვე პროექტზეც 2 ოდეს სიტყვით, რომლის პარაგრაფშიც ხორციელდება გადაცემა. საუბარია სურსათის უნებლობის საკითხზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში საქართველოს შეიძლება ითქვას თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სურსათის უნებლობის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში N-პარტის პარაგრაფში პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია აიპ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ამ გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი გახდით, დაგემშვიდობებით სხვა თემით, რა თქმა უნდა, სხვა სტუმრებით დაგებრუნდებით ორშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის პირდაპირ ეთერში ნახვამდის.
რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის